ყველას მოგესალმებით. დღევანდელი ვლოგი იწყება ჩვენი წასვლით სტომატოლოგთან. მოკლედ ნატალი მიმყავს. ძალიან ნერვიულობთ, იმიტომ რომ ხანერობს მოუშლის ექიმს თავის შეკითხვებით, სანამ გააკეთებინებს, ამოაღებინებს უბრალოდ კბილს, შეაღონებს შეკითხვებით. როგორც იცის ხოლმე, ეს რატო გაქვთ? ამას რატო მიკეთებთ? ეს რის არის ეჭირო? ძალიან ბევრ შეკითხვებს უსვამს ხოლმე. და იმედია, რომ დაწყარებულად ამოაღებინებს. წესით 2 კვილი აქვს კიდე ამოსაღები, 1 უკვე ამოიღო. მაგრამ არ ვიცი ხა ერთ დღეში თუ შეიძლება რომ ერთჯერზე 2 კვილი ამოიღოს, არ ვიცი, შეიძლება კიდე დაგვიპაროს. მე უფრო ვფიქრობ, რომ კიდე დაგვიპარებს ალბათ 2-3 დღეში და როგორც იქნა მოიშორებს ამ ძველ კბილებს ნატალიკო. ხო და მოკლედ ახლა მივდივართ. მე უკვე ჩავიცვი, გავიბრანჭე. თქვენ როგორ ხართ? დაწერეთ კომენტარებში, ჩემო ძვირფასებო. რა ვიცი, აბა დღეს გეგმაში მაქვს ცხობა. მინდა რომ გამოვაცხო ღვეზელები კარტოფილის და ასევე ცოტა ლობიო მაქვს, გუშინ მოვხარშე, ძალიან ცოტა არის და არ ვიცი, მე მგონი 2 ლობიანი უნდა გამოვიდეს და ალბათ ლობიანსაც გამოვაცხო. აი ესე მოვინდომე, ოღონდ ცოტა საღამოს მომიწევს ეგ მომენტი. ასე რომ ესეც შემოძვირფასება. წავიდეთ ახლა იქით. წავედით ექიმთან. ნატალი, ხო, ცოტა ნერვები არ მომიშალო. გაიგე? კი, და ნატალისთანაც მაკიგეთი ვლოგი. ესე დამატარებთ ტყუილად ექიმებს. აი ჭამონ მაღალი კბილი უნდა მოყო, რომელიც დიდი კბილი მაქვს და კლასიკურად უნდა მოყო, რომელიც არ მეყევა ძალიან. არა, სად მიჯიხარ? სად უხვევ? ხო, და ჩემთან კონდეს ტელეფონი. ეხა წესით ლაშა უნდა გამოგვიაროს. უნდა შეგხვდეს გზაში. წვიმა ასველებს ჩემ ტელეფონს და თავისით აჭერს რაღაცებს. ეგრა. მარიტა მიდის ცეკვაზე, ნატალი ექიმთან. აი მგონი მამა მოდის. აი სამა. ჰა. მამა. ნოპა. უი, არ ყოფილა მამა. ნოპა უნდა. ვიქრას დააჭი. აი ამას. მოდაული. აჰა, დაიჭირი. არა, მამა. მოგეჩვენა. აბა რატო დახურე? აი ესეთი წვიმაა დღეს. აპრილის წვიმა. როგორი ნისლია დღეს. მესამე კბილზე მაინც მოგვიწევს ნემსის გაკეთება. ერთის და ძველი კბილები ხო აღარა დაისვენებს, ხო? ხო, ერთი რა დაგვრჩა, მოკლედ ძველი კბილებიდან ერთი რა დაგვრჩა და მაგაზე მოგვიწევს იმის გაკეთება. ტესტის ალერგიაზე. ეხლა ამ დღეებში მივალთ, გავიკეთებთ და მაგასაც ამოვიღებთ და დავისვენებთ ძველი კბილებისგან. და გზას მივცემთ ახლებს. და შენ მივარჯიშებ. მე რო ვარჯიშს დავიწყებ ხოლმე, მაშინ მოუნდება ამ წვიმას თავის გამოდება. მე როგორი წიმა. ესე იგი ხახვი ვიყიდე. წვან. ოი, მარტა, ნახე რა გიყიდე. კიშმიში. რა ვიცი, იმ დღეს მითხრა კიშმიში მინდო. და შავი ქლიავის ჭირი. კამა. ძალიან კაია. და კარტოფილი დღეს პერაშკებს ვაკეთებ. ძალიან კაია.
აი ეს ლამაზად ჩავდე ყვავილები. გუშინ მორთმეული. გონი კაი გამოვიდა. ანთხელია. მოკლედ აი ესეთი ღვეზელები გამომივიდა და ლობიანი. ჩიბურეკები გააკეთე, არა, ღვეზელი, ესეთი კარტოფილის ღვეზელები გამოვაცხე და ბავშვებმა უკვე. ხო, აი რაღაცნაირად მომერიდა მაგ სიტყვის, მაგრამ ხო რა, პერაშკი. მთელი ცხოვრება ჩემთვის ეს პერაშკი იყო და რა ვიცი აბა. ვისთვის ღვეზელი, ვისთვის პერაშკი. ვერიდები ახლა პოლიტიკურ აგრესიულ კომენტარებს და მაგით ახლა ღვეზელი ვთქვი, მაგრამ ნუ კაიჯანდოს. პერაშკი და ლობიანი. ესეთი გემრიელობა გამოგვივიდა. რაც მოვედი კბილის ექიმიდან, არც გამომიცვლია პირდაპირ ფართუკი რა სადავსიტყვა. ფართუკი გავიკეთე და ეგრევე შევუდექი. აი ხო ისევ. შევუდექი ცხოვას მეგობრებო. კუხნიაში იყავი? ხო, კუხნაში, ლაშამ ქალი იცის კუხნაში. არ გამომიშველი. კუხნიაში. ხო და მოკლედ აი ხო ძალიან დაღლილი ვარ, მაგრამ ნატალი მთხოვა რაღაცაში მივეხმარო და ეხა მივეხმარები, მე კვარას თამაშია, მე ლაშას და ეს ფეხბურთს. ეს ესეთი სტილია. ფართე შარვალია, ხო? ესეთი სტილია. ფართე და მოკლე. მოკლედ ნატალიკოს ეხა მივეხმარები, მე ლაშასთან ერთად ვუყურებ ფეხბურთს და რა ვიცი, აი ჩემთვის როდის მოვიცლე, არ ვიცი. მეგობრებო, ასეთ დღეში. ეხლა ამ წუთას ვსვავ ყავას. იმის მერე რა ქვია? სადაა ჩემი ყავა? ცხობის მერე ჭურჭელი დავრეცხე. ეხლა იცით როგორი დამღლელია. ხა და დავისხე ხა ყავა. თუმცა ნახეთ რომელი საათია? 10:20 აკლია. მოკლედ ნატალი მიდის დღეს ალერგიის სინჯი უნდა გაიკეთოს. კბილის გამო. კბილი აქვს ამოსაღები. ნატალი მარწყვის ტარტალებს გაიყიდა. ჩემს უყვარს. ძალიან უყვარს, ისე მეც მიყვარს, მაგრამ ეხლა არ მინდა. მაინც მარწყვა. აი მე უკვე როგორი წვანე ვლოგები გამოდის. გაზაფხულის. გაზაფხულია. მოკლედ როგორც გითხარით, მე და ნატალი მივდივართ სინჯის ასაღებად. ხო და ეხლა გაიკეთებ სინჯს, ადრე აქვს გაკეთებული. მაგრამ უკვე 1 წელზე მეტი გავიდა, მე მგონი და ეგ ყოველ 6 თვეში ერთხელ კეთდება, ითხოვენ მაინც სტომატოლოგები. არა და კი შეუძლია ეხლა ამას რომ ამოიღოს კბილი მაგის გარეშე. იმიტომ რომ სარძევე კბილი აქვს დარჩენილი და 3 ცალი ქონდა, 2 უკვე ამოვიღეთ. მე მგონი გაჩვენეთ ვლოგებში. ხო, მე მგონი ალბათ ჩავსვი თუ არა და ხო, მე მგონი გაჩვენეთ ვლოგებში. და მოკლედ ეხა დარჩენილი აქვს მესამე და კი შეუძლია რომ ნემსის გარეშე ჩვეულებრივად ამოუღოს, მაგრამ კანკალებს ისე ეშინია და ამიტომ სტომატოლოგმა გვირჩია რომ ჯობია მაშინ ნემსის გაუკეთოთ, რა ხნის ეშინიაო, ჯობიაო და ნემსის კიდე აუცილებლად სჭირდება ტესტი ალერგიაზე. ხო. რა იმიტომ რომ შეიძლება ალერგიული ხარ იმ პრეპარატზე, რომელსაც გიკეთებ და რაღაცა ძალიან ცუდი ეფექტი მისცეს და საშიში. თუ გაქვს ალერგია, მაშინ შეცვლის და სხვაზე გავაკეთებ და აი რომელზეც არ გექნება, იმას შეგიყვანს და იმით გაგიყუჩებს. გითხრა რომ ძალიან კარგი ხნა დანაკლით. ჩვენგან ახლოს არის ძალიან ის კლინიკა, სადაც მივდივართ და ამიტომ ფეხით გადავწყვეტეთ გასეირნება, ტაქსების ნერვი არ მაქვს. აი აქ გადავწყვეტეთ რომ გავჩერდეთ ცოტა ხანი. სკამი ვერ ვნახეთ.
არც მინდა ხა ქვაზე რო ზიხარ. და სწრაფად შეჭამე და წავიდეთ რა. ნატალი მძაღლინა ხა. და ეფერება. მაგას მეგობრებო, დაგიბრუნდით ესეთი რეტრო ფონით. და ვიყავით ექიმთან, გაიკეთა ნატალიკომ სინჯი. თუ რავი როგორც ქვია, ალერგიაზე გავესინჯეთ. და კიდევ კარგი არ აღმოაჩნდა ალერგია იმ წამალზე, რომელიც დაგვინიშნა ჩვენმა სტომატოლოგმა და ძალიან მიხარია, ადრეც არ ქონდა და ეხაც რატომ უნდა ქონოდა, მაგრამ რა ვიცი, მაინც გადავამოწმეთ და კიდევ კარგი რომ არ აქვს, ეხლა 6 თვე გვაქვს დრო, მაგრამ 6 თვე რა გვინდა, ისედაც ეხლა ამ დღეებში აუცილებლად უნდა მივიდეთ, იმიტომ რომ გადადება არაფრით არ შეიძლება, აუცილებლად უნდა ამოიღოს ეს კბილი თავის დროზე, რომ ეს ახალი კბილები უკვე სწორად მოუვიდეს და მომავალში არ შეექმნას პრობლემა და აი ესე წამოვედით. ეხლა როგორც კი მოვიცლი ამ დღეებში მინდა რომ აღდგომამდე მოვასწროთ და მივიდეთ ექიმთან, მაგრამ ეხლა ისე ემთხვევა რომ აღდგომამდე დაბადების დღეები არის, ჯერ ჩემი დის, მერე ჩემი და მოკლედ შევარჩევ მომენტს და პერიოდს. ეხლა ალბათ გაინტერესებს სად ვარ. არც შეიძლება მიხვდით. ესეთი რეტრო ფონი მაქვს და ვარ ჩემს მშობლებთან სახლში. შემოვიარე. ხოდა ეხლა წავაწყდი ძველ ფოტოებს. ნახეთ აი ესეთი ალბომები ხალხო. ალბათ ყველას გაქვთ სახლში. აი ესეთები. ნახეთ. და ეხლა ეს ყველაფერი უნდა დავათვალიერო, აი არ იცით როგორ მიხარია და რამდენი ხანია მინდოდა. სულ მავიწყდებოდა ხოლმე, არც მახსოვდა. ეხლა ძალიან მაინტერესებს ერთი რა სურათები არის აქ. წლები რომ არ მინახავს. აი მე რა პატარა ვარ. პატარა ნატალიკო ვარ. ნატალი როგორ მგავს? 1997 წელი. გომბორი, ეკა. ანცელი ფოტო. როლიკებზე. როგორ მიყვარდა როლიკები. რა კარგად ვიცოდი. ნატალი, ცი დედა როლიკებზე დადიოდა ხოლმე. მე. აი შემიძლია ფოტო გაჩვენო. და დაგიმტკიცო. შენ. როგორი ფუტკუნა. აი მარტო აქ უთერო. ნოი ხო. სიყვარელია. ნახე როგორი ვარ. აუ ეს რა კაი სურათია. ჩემი დედიკო და მამიკო ახალგაზრდობაში. აბა. ნახეთ როგორი მამაზები არიან. რა. Чура такая красивая. Да. Ესეც დედა ჩემი. ახალგაზრდობაში. რა ლამაზი იყო. ანა პრამატი. აი აუში მე და ჩემი დიშვილი როგორ ჭუმპალაობდით. ვინ? მე და პირველ კლასელი ეკა. პირველ კლასელი. Что бегეთი кай კაჩისვა როგორ? რა, შვილო, განა ათაპაპის დროინდელი ვარ. მაგრამ ეგეთი კაი კაჩისვა როგორა? აი ძალიან კაი კაჩისვა, ზუსტადაც პირველ კლასში რო ვიყავი, ფერადი ფოტოებიც არსებობდა უკვე. ფერადი რა კაჩისვა. ფერადი გიყრობა. იმიტომ რომ იცი რატო? იმიტომ რომ ფოტოგრაფი. აუ, დე, კამერას. ფოტოგრაფის გადაღებულია და იმიტომ. აი ესეთი. გოგო წავედი პირველ კლასში. ეს მე მგონი ბაღის ფოტო არის. რამდენი სიყავი რო სულ ესწავლე? გაფროზ, ხო წერია, ეკა 2 გოდა. 2 წლის ეკა. აი. და დე. და შემოდაწერა. ესეთი ფოტოები ბევრს გექნებათ. ჩემ ხელებს. ეს ნახე, ჩემი ფირმინის სახე. ამაზე ვაშა დამცინის ხოლმე. ესე რო ვიყურები. ზუსტად ეგრე ვიყურები ნახე.
დე. რამდენი სიყავი რო ცურვა ისწავლე? ჰა? სადღაც 10-ის, არა, 8-ის ალბათ. ან 10-ის. ამ ჩემზე პატარა იყავი თუ ჩემზე დიდი? არა, შენ უფრო ადრე ისწავლე, დე. შენ ძალიან ადრე ისწავლე. მე ჩემი პირველი კლასი. ცუდია? დაიცეთ ფოტო გადაუგო. Или что такое? არა მასწავლებელზე შემიწყვდა გული უცებრო შეხედე. რატო? რა ვიცი, რაღაცნაირი მასწავლებელი ყავდა. ცუდი? ხა როგორ გითხრა. ვერ ვიტყვი ხა ეგრე, მაგრამ ცუდი. Чёрт, тянешь. Цудия, короче. კაი ამის მე ნახო. მე თოჩემო. თუ ის შენი მასწავლებლები ცოცხლები არიან? რატო არ უნდა იყვნენ დე? რა ვისტარიგე? ძალიან ბებერი კი არა ვარ. შენ აი მე დასალო. ნახე მე დასალომე. ორი ფოტოა. ეს ფოტოები ხა არ მიმაქვს, უბრალოდ ფოტოებს ვუღებ, რომელიც მომწონს. მე კიდე უფრო კარგად მინდა, უფრო მეტი დრო არა მაქვს. Вот именно дорого. Мечкарება, თორე. Вот именно гечкарება, так почему ты снимаешь? მეგობრებო, მომიწევს რომ აქ დაგემშვიდობოთ, იმიტომ რომ კამერა დამიჯდა. ასე რომ შევხვდებით მომავალ ვიდეოში უკვე ალბათ სახლში, ან არ ვიცი, რაზე იქნება შემდეგი ვლოგი. ზუსტად არ ვიცი, ყველას უღრმესი მადლობა, რომ დარჩით ბოლომდე და ჩემთან ერთად აი ესე იმოგზაურეთ დროში და წარსულში. მოკლედ, დროებით. მოკლედ მივდივართ East Point-ში, ესეთი შემოვლითი გზით. იმიტომ რომ ძალიან დიდი საცობი არის ჩვეულებრივი გზით, მაგრამ ეხა აქაც არანაკლებია, მე მგონი. რა ხდება დღეს პარასკევია და ხალხი დაიძრა საშოპინგოდ თუ რა არის. აურა კაი ამინდია ისე. რაღაცნაირი ქარი რო არ იყოს. გაზაფხულის 7. გაზაფხულის ამინდია. 7. გაზაფხულის 7. ხიდან ხეზე გადაფრინდა. 3 4 5 6. არა. Nope. აპუ ეხა გაპუ ვისიგნალებ. და რატო გისიგნალებს? ეჩქარება. აი ერთი. ეხა მივადგე. დაიცა ნელა. როგორი აბა? მიდი. აია. აი ეხა ხო უნდა იგონკაო. მან არის ის გადაეკიდა. ყველას ეჩქარება, გაიგე? შენ ფეხებზე შენ არ გეჩქარე, ამოთ ყველას ეჩქარება. ნელა. ხო და მოკლედ მეორე მხრიდან მივადგებით ახლა East Point-ს და იმედია იქ არ იქნება საცობი. საჩუქრები გვაქვს საყიდელი. აპრილში ძალიან ბევრს აქვს დაბადების დღე. ნათესაობას. მათ შორის მეც. ისე მე უკვე მაჩუქეს ფული და შემიძლია ჩემთვისაც ვიყიდო რამე. წინასწარ მაჩუქეს. აგერა. ფატიმ ჩამიკუჭა. შენთვის იყიდე ოღონდ რამეო. არც უყიდებო. ქმარს არაო. მოკლედ დღე გრძელდება. ჩვენი დღე გრძელდება. მეტალიკო სახლში დავტოვეთ. და ეხლა მივდივართ საყიდლებზე.
აქ გოგოსებია, ჩვენ ბიჭი გვინდა. ვეჩი. არა, ძალიან პატარების გვინდა. ძალიან პაწუკების. პაწუკა ბიჭი, აი აქ არის. მე ეს გოგოებისო. თუ ბიჭების. ეს არის ძალიან პაწუკა. ჰა? რა მე ავიღოთ მე რა რომელი? ეს ახლა თბილი როა? ხო, დიდია ბიჭო. ახალდებოდებული ბავშვისთვის გვინდა. შენ კიდე 3 წლის ბავშვი. პატარები სადაა? ნახულო. არა, იქნება, აქ ბევრი რაღაცებია, მოდი კარგად ვნახოთ. всё, მოვახციეთ სახლამდე, რაღაცები ვიყიდეთ, ახლა გაჩვენებთ რეებით. აი აქ რაღაცა ნაწილი გადმოალაგეს ბავშვებმა. რაც თორე საჩუქრები ვიყიდეთ და მაგას მე გაჩვენებთ ალბათ, იმიტომ რომ მე უკვე ამ ბლოგს რო დავდებ, უკვე საჩუქარი მიცემული მექნება, ამიტომ შეიძლება ჩვენება. აი გრძე რატო წაიღე? ანუ სკულინტიანის. არა, მაგაზე ხარ ერთი ამბავი იყო სკინტი თუ სკლინტი და ჩვენ სკუინტის ვუწევთ. მოკლედ ხო პური. ჩვენ ესე იგი ვყიდულობთ, ხო ჩვენი აზრი არ გვითქვია მაგზესთან დაკავშირებით და ანუ გოგვი ვიღაცა მოთხოვა, აუ ხო, ვიღაცამ დაწერა კომენტარებში, რომ ძროხა ისეთი პეწენიკი ცხოველია, რომ გამორიცხულია რამე ისეთი ბინძური შეჭამოს და ჩვენ გვინდა რომ გვჯეროდეს, მეგობრებო, რა ეგრეა. ვაგრძელებ ახლა სოსისი, რძიანი, ნიკორასი. ეს ვიყიდეთ, რა ქვია ამას? კრაკოვური ძეხვი. ხო, რა, აი ეგეც არის. ახლა რძე თუ ცუდი არის, მაშინ ყველაფერი ცუდი ყო, ხაჭოც ცუდია, ყველიც ცუდია, სმეტანაც და რავი, ყველაფერი. და მით უმეტეს აი ეს ხორცის და ნუ მაშინ რა ვქნათ, არაფერი აღარ ვჭამოთ. აი არ ვიცი. ხო და ესენი ბავშვებმა დამაბარეს ბუყი და კაპუჩინოები და ლატეები, კარამელის და ლაშამ ეს წამოიღო, ხო? დებილობა არის და შენ ბავშვობაში იყო პრიჩუდა. ხო, პრიჩუდა რა გემრიელი იყო. ეგ გითხარი მეწეღან, შენ გონია ესეთ გემრიელი იქნება მეთქი? მაგრამ მაგ ნოსტალგია. მეც ადრე რამდენჯერაც ესეთ რაღაცას დავინახავ ხოლმე, სულ გამახსენდება ის პრიჩუდა ადრე რო იყიდებოდა ხოლმე და გონია რომ ეგეთია და რო გავსინჯო ხოლმე. არა, სულ სხვა არის. სულ სხვა იყო. ამ ბავშვებმა არიციან. ხო და ესე მეგობრებო, ესეც საჩუქარი, რომელსაც ასე დიდხანს ვარჩევდი და ბოლოს აი ესე ავარჩიე. ეხლა გაჩვენებთ. მოდი პარკმა რო არის შაშუნოს, ჯერ ამავიღებ და მე გაჩვენებთ. ესეთი ლამაზი ჭიქები და გრაფინი. ერთ კომპლექტად არის თითქოს და ნახე რა კაია. ნახე რა კაია. რა იდეალ, რა კაი სუბუქი. ხო, აი მე მიყვარს ესეთი თხელი როცა არის. მეგონა ხაზივე იქნება. ნახე რა კაია, ძალიან კაი ჭიქებია, ჩემთვისაც მინდა მე. შენ რომ მკითხე გუშინ რა გიხარდება. ჩემ დასუნდა ვაჩუქა ესეთი წვენის ჭიქები. აი მე მიყვარს ჭიქაში ვაფასებ, როდესაც აი ეს არის ძალიან თხელი და წვრილი. ხო იცი ეს ძალიან კარგად ისმევა მე. ყველაფერი. ამაში კაი იქნება წვენი. ხო კაია მართლა. კი ძალიან კაი ჭიქებია მართლა. თაღონთ როგორ აი ეს თავსახური ესეთი სქელი. ნახე ლამაზია. აი ესეთი. ნახე რა მაგარია. არის ძალიან ლამაზი. რა არის? ეს არის გრაფინი, ამაში უნდა ჩაასხა ღვინო, ან ვისკი, ან წვენი, კომპოტი, რა ვიცი, ყველაფერი შეგიძლია ჩაასხა და გამოვიდა ესეთი პატარა კომპლექტი. კიდე ბიჭებსაც აქვთ დაბადების დღეები და რაღაც შავი მაისურები უყიდეთ, დიდად არც გამოჩნდება, ხარო გაჩვენოთ, აღარ ამოვიღებ. მოკლედ შავი მაისურები თუ კიდე ნახე. მოკლედ აი ესეთი მაისური ვაჩუქეთ ერთ-ერთ სიძეს, უნდა ვაჩუქოთ, უბრალოდ და მეორე სიძესაც პატარა სიძეს ასეთი. აუ ისეცა კაი ნაჭერია. ხო, ოშუპზე მოგვეწონა, როგორც ნატალი იტყოდა. ოშუპზე მოსწონს ყველაფერი, ნა ოშუპ, ხო. ესე იგი აი ესეთი
ორივე დე-ფაქტოში ვიყიდეთ. ესეთი საროჯკა პერანგი რა და შავი ძალიან კარგი ნაჭერი არის. და კიდევ ესეთი კიაბის საჩუქარი. ყველაზე პაწუკას ჩვენს ერთ ახლობელ ადამიანს, რომელსაც ახლა შეეძინა ბავშვი. ეს ისე. ეკას ბავშვი. აურა საყვარელია. ესეთი მე ჯერ ვერ გავიგებ. საყვარლობა. რა ხდება? ხო, პატარა ნიკოლოზის საჩუქარი ვიყიდეთ. პირველად უნდა ვნახოთ, ეხლა წყალტუბოში რო ჩავალთ, კი. წყალტუბოში რო ჩავალთ, პირველად უნდა ვნახოთ, უნდა გავიცნოთ პატარა შეხედე ამას. ამას უყურე.